ნდება მიმოძეთ წარმოგიდგინოთ დღევანდელი გადაცემის მორიგი სტუმრები, მაღალი მოდის მაღალი წარმომადგენლები, ნინო ცქიტიშვილი და თაკო ნაცვლიშვილი, ხო? დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მე მისალმებაში ვთქვი, რომ მინდოდა რომ დღევანდელი გადაცემა ყოფილიყო არა მარტო საინტერესო, არა მარტო სასაცილო, არამედ ვიზუალურად ლამაზიც. და მოკლედ, აი ეს არის დღეს თქვენ ახლა გამომივიდა. ეხლა ცოტა ხანი გიყურებთ, არაფერს არ გეტყვით და გაგიშვებთ სახლში. კარგი. უყურეთ მეგობრებო, გადავიღოთ და გავუშვათ სახლში და გადაცემა ლამაზიც გამოვა. ხო მეთანხმებით? ტელეფონი აგაქვს? გადავიღოთ? სელფი არ გადავიღოთ. არა, მაგრამ ჩემი ტელეფონი არ იღებს სელფი. მე მაგ ძველი ტელეფონი ასე. მოკლედ, მითხარით როგორ ხართ? კარგად. შვენი. დიდი მადლობა რომ მოხვედით, არაჩვეულებრივად გამოიყურებით. ერთი შეკითხვა მაქვს, დედა რომელია თქვენში? დედაც ყავდათ მოწვეული? ჩვენო. არა, დედა და ბებია სახლშია და მე დავარგენ. დახართ, კი ბატონო. კი ბატონო, ეს თქვენი უფროსი და არის? კი, ჩემი. კარგი. ახლა მითხარი, მოდი თაკოს შევეკითხები, ხო? თქვენ თუ წინააღმდეგი არ ხართ. თაკო, რამდენი წლის ხარ შენ? მითხარი გამახსენე? 16 წლის არის. 16 წლის. მოკლედ, რა მინდა კითხოთ? ესე იგი, ეს წარმატება თაკოსი. ანუ ბოლო 1 წლის ამბავია თუ ბოლო 2 წლის? 1 წლის. ბოლო 1 წლის ამბავია. ზუსტად. ზუსტად. ნუ დამჭირდა 2 წელი რომ გაგჭირდა. ანუ მე ხა საით მიმყავს საუბარი. ანუ ეს ყველაფერი მოხდა ოცნების მთავრობის დროს. ნაციონალებს რო კითხო, არაფერი არ კეთდებაო. არა, ნაცების დროს დაიწყო. დაიწყო, კი. ნაცების დროს დაიწყო? დაიწყო, ხო, აბა. ანუ ორი მთავრობის ესე, ანუ კოჰაბიტაციის წარმატება. აი ზუსტად. მეგობრებო, მე არ მგონია რომ ვინმე მარიცოდეს, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დღეს უნდა ყოფილიყო ჩვენთან ერთად ჩვენი ძალიან წარმატებული და სახელოვანი და მაგარი სპორტსმენი ვატო ნაცვლიშვილი და ყალადბურთელი. ხო, ეხლა დავამატო ყალადბურთელი ვატო ნაცვლიშვილი, ვატოს მეუღლე და ვატოს შვილი გახლავთ ეს. მაგრამ რაღაც მე იმედი მაქვს, რომ ობიექტური მიზეზების გამო ვერ მოვიდა. კი, ნამდვილად. რაღაც ისე გეცინებათ, რომ სუბიექტური მიზეზები იყო. არა, ქორწილშია. ქორწილშია. მეც რო წავიდი აქედან, ხო შეიძლება, შეუერთდი. აქედან ყველა მივდივართ ვატოსთან ქორწილში. თუმცა ნინოს ძმა ჩემთან დამყოფია, ნიკა ცქიტიშვილი, ყალადბურთელი, იმისთანა შლაპა მაჩუკა, ეხლა სახლში მაქვს, ვიხურავ ხოლმე, გამოვდივარ და ყველას გიჟი ვგონივარ. კარგი. მოკლედ, ეხლა რა მინდა ვთქვა, ნინო სააგენტოს ხელმძღვანელი ხარ თქვენ, ხო? დამფუძნებელი, Look Models-ის. Look Models-ის. აი, ყველაზე ისეთი ცნობილი მოდელი ვინ გაგიზრდიათ თქვენ? ყველაზე ცნობილი, რომელი ერთი ვთქვა. დავიწყებ თაკოსგან, პირველი. თაკო ნაცვლიშვილი, ელენე მახარაშვილი, მარიშა ურუშაძე, მაგდა მელიქიშვილი. მაგდა ვასაძე? მანიკა ასათიანი, მაგდა ვასაძე არ ყავს. კარგინათ რომ წაიყვანოთ, შეხედეთ როგორი ცეცხლოვანი გოგოა. ხო, საინტერესო სახეა. მანიკას თქვენი მოდელი იყო? მანიკა ჩვენთან არის. დედა ანუ უმეტესობა ამ გოგოების ყველა უცხოეთში იმუშაობს და მოღვაწეობს. ძალიან მაგარია. ეხლა რა მაინტერესებს კიდე, იცით რომ მე ვიცი რომ რაღაცა აი ამ სფეროში, რასაც ქვია ფეშენი, ხო? სწორად ვამბობ? რაღაც გარკვეული რაღაც არტები შემოვიდა, რაღაც ავანგარდული მიმართულებები, აი და უცნაურ ადგილებში აწყობენ ხოლმე კულტურიები, ეგრეთ წოდებული, თავის ჩვენებას. აი თქვენ თუ მიგიღიათ აი ესეთ უცნაურ ადგილას ჩვენებაზე მონაწილეობა და რომელი იყო ეს ყველაზე უცნაური ადგილი? ყველაზე უცნაური და ყველაზე მაგარი ადგილი იყო პარიზში ალბათ. ხანი. პარიზში, რა ვიცი, მილანში, აქვთ როგორც აი რა ადგილი იყო? აი რა ადგილი იყო? აი მოსწონთ ესეთი ნანგრევები. მუზეუმი. ირჩევენ მუზეუმს, კი. ოღონდ უცნაური მუზეუმი არა, ისეთი ფეშენებელური და ანუ ლუვრი არა? ლუვრი არა, რა თქმა უნდა. ვიყო ლუვრშიც, მაგრამ მე არ მიიღია სამწუხაროდ მონეტა. ლუვრშიც ყოფილა. ნუ რატო არ დაგიძახეს, მითხარი? არ ყოფილა იმ კასტინგს, აღარ მახსოვს, მაგრამ იყო ვიცი გოგოების.
ნუ არის ჩვევიათ ესეთი უცნაური ადგილი, ჩვენც მიგვიღია, მე არა, მაგრამ თაკოს კი. თაკო, აი შენთვის რომელი იყო უცნაური ადგილი? მე თამამად. ნუ ერთ-ერთი იყო მუზეუმში, ნუ უბრალოდ არ ჩანდა, მაგრამ უცნაური ადგილი იყო, ძველი მუზეუმი იყო. მაგრამ დაგებული იყო რაღაც შავი და არ ჩანდა არაფერი, მაგრამ ძალიან გამიკვირდა იქ რომ შევედი, ვერსაჩის ჩვენება იყო. და მეორე იყო ასევე აი სუმთლიანად რკინა იყო, ანუ ჟესტს რო ეძახიან, ხო იცი? ძვლის ჩვენება. კედლებიც ჟესტი, ხო? თუნუქი. ანუ სულ ვერცხლისფერი იყო. ნუ ლამაზი იყო, მაგრამ რაღაც უცნაური, ავანგარდული ესე თქვა. და კაბები იყო ლუდის კილებისგან შედეგი. არა, კაბები ძალიან ლამაზი კიბე იყო. და სამი წრე უნდა დაგვერტყა, ზემოდან ჩამოვდიოდით, წრეს ვარტყავდით, მე ჩამოვდიოდით, წრეს ვარტყავდით, მე ავდიოდით, წრეს ვარტყავდით და შევდიოდით. თავბრუ არ დაგიხვაშილო. ძალიან ბევრი გოგო შეეშალა, ერთი წაიქცა სამწუხაროდ. მოკლედ, ახლა კიდე რა მინდა თაკოს კითხავ. ბატონო. თაკო, როგორი ბიჭები მოგწონს? ლეონარდოს ნაირი ბიჭები. ლეონარდო და ვინჩი? ლეონარდო დიკაპრიოს ნაირი ბიჭები. ნუ ლეონარდო დიდი ხანია ბიჭი აღარ არის და მეთანხმებადი. მყავს ლაივში, ასე რომ მოგწონს ეგეთი ბიჭები. ანუ ჩემი ბენდიდან შანსი არავის არა გაქვთ ხალხო. და მეცაც გეტყვით, თითოეული თქვენგანისგან საუკეთესო რო ავიღო და ერთი ბიჭი ავაწყო, მაინც არა გაქვთ. არა, სოსოს დაანებე თავი, სოსოს და ნიკოს დაანებე თავი. ეს ჩემი ტკივილია. კარგი, ახლა მითხარით, აი, ჩვენებებზე რა ხდება ხოლმე მიღმა, იმის მიღმა, რასაც ჩვენ ხედავთ ხოლმე, უბრალო მაყურებელი. ძალიან არეულობაა, მაგრამ მე მსიამოვნებს ყველაფერი, მოდიან ძალიან ბევრი ფოტოგრაფები, ვოგიდან, სხვადასხვა ჟურნალებიდან, კითხვებს მისვავენ, იყო Fashion TV-ს. ყველაზე ხშირად რას გეკითხებიან? რამდენი წლის ხარ, როდის დაიწყე? მე რამდენი შენი შოუა, ვერსაჩე იყო ჩემი პირველი და მან ჩამწერეს Fashion TV-მ ჩამწერა, ისე მოვიდა და ანუ არ ველოდი ნამდვილად, თუ ჩამწერდა. და ძალიან გამიხარდა. ჩვენ ხო შევთანხმდით წინასწარ, რომ ამ შეკითხვაზე მიპასუხებდი, მეკითხებიან, როდის მიხვალ ლოთარ ტატიშვილის შოუში, აბა თავი და. ყველაზე ხშირად რას გეკითხებიან? ყველაზე ხშირად მეკითხებიან, როდის მიხვალ ლოთარ ტატიშვილის შოუში. ძალიან გამიხარდა. მოკლედ, ისე საშიშია ეს ყველაფერი, ანუ სანერვიულოა. საშიში არ არის. არა, ნუ საშიში ახლა მე კარგი ვნებრი, ვიღაც შეგაშინებს, მაგრამ აი ნერვიულობა რა. სტრესი არის ძალიან. სტრესი. იმიტომ რომ სიხარულიც ხო სტრესია თავისთავად და ანუ იმდენი სიხარული განიცადა თაკომ ამ 16 წლის ასაკში, რომ ნამდვილად დასტრესილი ჯობია. მაგრამ მე მგონია რომ შენ არაფრის გეშინია. არა. ასეა? გინდა შევამოწმოთ ეს დღეს. კი, არ არის შიშა. არა, შიშა. მოდი ახლა შევამოწმოთ, თაკოს ეშინია თუ არა რამის და მისი ნერვებიც შევამოწმოთ, ხო? მე ხო მარტო წამყვანი არა ვარ, მე ხო ნევროლოგი ვარ. ანუ როგორ? თამაში გვაქვს ასეთი. კარგი. თამაშობთ? თამაშობთ. მოკლედ, სამი აკვარიუმია. ხო. ყველაფერი შეიძლება იქ დაგხვდეს. ანუ? ტარაკანი. რა? წერი. ხო. მღრნელი. რა ვიცი? ავედი მესახში. ქვეწარმავალი. ყველაფერი შეიძლება. რომელი ხელი? ამ ხელით მიხვდებით თუ მარჯვენა ხელით? აი ამ ხელით. ამ ხელით. ოკეი. ოს უნდა მიხვდე. არა, შემიძლია. თან უნდა მიხვდე რა არის? და უნდა თქვა რა არის ეს? მიკვენს? არა. არაფერი. პირობას გაძლევ, არაფერი გიკვენს და ალერგიასაც არ მოგცემს. ხო. ვაი. მოდი. რა არის? ნინო, გეხვეწები, ნუ აშინებ. შეისუნთქე? პირველი. აუ, არა, არ შემიძლია. შეგიძლია. ერთი ვიწრი. ორი. არაფერი, მართლა არაფერი არ არის ისეთი. მოდი. სამი. რა არის? ჯერ არა, ჯერ საერთოდ არ შეხები ხარ აკვარიუმს. ეს არის, ნახე, ეს არის აკვარიუმი, შეხედე? ანუ ეს არაფერი არ არის. აი აქ უნდა რა იყო ეს? რა იყო ეს, როგორ გონია? ვერ მივხვდი, რაღაც მაგარია. აჰა. და რა შეიძლება ეს იყოს?
მე არ ვიცი. რა დიდი ხოჭო. დიდი ხოჭო. ოკეი, დავიმახსოვროთ დიდი ხოჭო. კარგი. შემდეგი, ნახე, ეს აკვარიუმია, თაკო? ხო? აკვარიუმია? ხო. და წავიდა. ვაი. აი, ნუ მაშინე. მე არ გაშინებ, დედა შენი გაშინებს. იქმინება? წყალი არ შეგეშინდეს კიდე? წყალში რაღაც ზის, აკო? აი, რა არის? ეს რა? არ ვიცი, ვერ ვყოფ. აჰა. არაფერი. ანუ ეს არის მყარი ხოჭო, ეს არაფერი არ არის. არა, ოკეი, და მესამე. ნახე, აი აკვარიუმი. ხო. ოკეი? წავიდა. აი ეს მართლა საშიში. აი, ამის უნდა გეშინო. მე შენ ადგილას აქ ხელს არ ჩავუყო. აი, ბოლოა და ბოლოა და ჯანდაბას გიკმინე. აი ამოვიდა. გამოვიდა. ერთი წუთი. დააწყნარეთ ვიღაცამ რა, ერთი წუთი. მოდი, დაწყნარდა. ვინ დააწყნარს მე თუ? არა, ის. არ უკბინოს, კაცო. ხო შეიძლება რა უკბინოს. რაღაც ბაყაყია თუ ხტის. ბაღაღია და ხტის. ხო, რაღაც ვერ ხვდები. კარგი, მოდი ახლა დადიქი. მართლა დაждდა რაღაცა ბიჭო. ანუ მესამე ბაღაყი. აიხილე. მოიშორე. ეს არის მყარი ხოჭო. ეს ჭიქა არის არაფერი. და ეს არის ბაღაყი. რომელიც ზოგჯერ ასტეპლერებს. გავს ბაყაყი. აპლოდისმენტები. მოკლედ, შენ არ იცოდი იქ რა ხდებოდა და მე ვაფასებ შენს ასეთ გამბედაობას და სიმამაცეს, თუმცა რაღაცა მინდა გითხრა. ნინომ ეს ყველაფერი იცოდა. ვიცი რა იცოდა და არ მე და მაინც გაშინებდა. მე პრიზი უნდა გადმოგცე, რომელიც შენ დაიმსახურე. ეს არის მაისური, რომელზეც წერია მე მიყვარს კუჭურიე ოთარ ტატიშვილი. და ეს მაისურის მიდის მივა. ცოტა მოკლემექი. არა უშავს. ტოპიკი, ზაფხულში წავა. დიდი მადლობა. ეს ჩემგან საჩუქრად. მოკლედ, ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ მოგზანებისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ვატოც მოაღწევს შემდეგში აუცილებლად. ჩემამდე. აუცილებლად, იმიტომ რომ რაღაცა თამაშები მქონდა მოფიქრებული ვატოსთვისაც. რასაც ახლა თქვენ ერთად ვერ ვითამაშებდი, იმიტომ რომ ამას ბურთი ალბათ. არა. არა. ხოკეი. რაღაცები მქონდა მომზადებული, მაგრამ მე იმედი მაქვს, რომ ვატოც ჩემამდე მოვა. ძალიან დიდი მადლობა, რომ გაალამაზეთ ჩვენი დღევანდელი შოუ. თაკო და ნინო, მეგობრებო.